ჟურნალისტების ერთი საინტერესო ინიციატივის შესახებ. სულ 2 დღის წინ დაფუძნდა კლუბი კოლორიტი, რომლის მთავარი მიზანი ჩვენი საზოგადოების წინაშე იმ ადამიანების წარდგენა გახლავთ, რომელთაც თავისი ცხოვრების წესის გამო ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდათ, რომელთაც ბედმა განსაკუთრებული, გამორჩეული ცხოვრება არ გუნათ წილად და რომელთა წარდგენაც მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო გახლავთ. კლუბ კოლორიტს სულ რამდენიმე წუთში ეწევა თავისი პირველი სტუმარი, თუ რატომ ამ არაორდინალურ გარემოში ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ასე რომ, კლუბი კოლორიტი თავის არსებობას რამდენიმე წუთში შეუდგება. პირადად ჩემთვის აი ამაში ძალიან დიდი სიმბოლიკა დევს. კლუბ კოლორიტის პირველი სტუმარი არის ის ადამიანი, რომელიც აგერ უკვე 45 წელია სილამაზის ენაზე საუბრობს. ჩემი პირველი კითხვა იქნება აი ასეთი. როგორ ისწავლეთ აი ამ რთულ ენაზე საუბარი უკვე ასე მარტივად თქვენთვის? როგორ აქციეთ ეს ყველაფერი ცხოვრების წესად? ბუნების სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. როგორც გაირკვა, ჩემ გენში ყოფილა ეს ჩადებული, რომელიც შემდეგ ჩემ ცხოვრების მიზნად და პროფესიად გადაიქცა. მე ვერ წარმომიდგენია, არც მიოცნებია არასოდეს მე სხვა პროფესიაზე. მოვედი აგრონომიის თითქმის ყველა დარგში, მეტნაკლებად ვერ ყვევი, მაგრამ დეკორატიული მებაღეობა, მისი აგრონომობა შეიქმნა ჩემი ცხოვრების კრედო. თქვენმა მეგობრებმა მითხრეს ასეთი რამ. ძალიან ხშირად უჩვეულოა ჩვენთვის, მაგრამ გვესმისო, ნამდვილად გვესმის, როგორ ელაპარაკება ის სცენარებს. როგორ ამშვიდებთ, როგორ ამხნევებთ ამ ყვავილებს, ასე რომ გააკვირვეთ მეგობრები, რომლებიც ამდენი წელია გიცნობენ, მაგრამ დღემდე უკვირს. როგორ იცისო ბატონმა ზაურმა, ან ვინასწავლაო ეს ენა, მათთან საუბრის ენა? მართალია, ყვავილები არსებობენ მრავალწლიანი, ერთწლიანი, ესე იგი სეზონური. მაგრამ ის ყვავილი, რომელიც ვიცი, რომ 1 წლის, 1 სეზონის გარდა ვერ იარსებებს, დამიჯერეთ რა კაცურად, იმასთან განშორება ძალიან მიჭირს. მე ვიცი, რომ ყვავილი არის ჩემი ცხოვრების მიზანი, ის არის ჩემი ცხოვრების სილამაზე. ანუ სილამაზეა თქვენი ცხოვრების წესი, ბატონო ზაურ, და თუ ნებას დამთავრდით, ახლა თქვენი ცხოვრების რამდენიმე ფრაგმენტზე მე ვუამბობ ჩვენს მაყურებელს. დიდი შემოვნებით. 1959 წლიდან ზაურ ასლანიკაშვილი თბილისის გამწვანების ტრესტში იწყებს მუშაობას. შემდეგ მაშინდელი ახალგაზრდობის პარკის მებაღია. 1968 წლიდან გამწვანების კანტორის აგრონომი და უბნის უფროსი. მომდევნო წლიდან კი მთავარი აგრონომია. 3 წელზე მეტია იგი საბურთალოს რაიონის გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობს. სხვადასხვა დროს ზაურ ასლანიკაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ქალაქის ახალი ქუჩების, ვაკე საბურთალოს გზის, მებაღეობა მევენახეობის ინსტიტუტის ეზოს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ფუნიკულიორის ფერდობების, ასევე ბარათაშვილის აღმართის თუ სხვათა გამწვანებაში. ცხადია, ერთ გადაცემაში თითოეულ მათგანზე დაწვრილებით ვერ შევჩერდებით. 2001 წელს სილამაზის ერთგული მსახურებისთვის ზაურ ასლანიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. დღემდე არსებულ ყველა იმ რეგალიას, რომელსაც იგი ფლობდა, კიდევ ერთი შეუერთდა. იგი სრულიად დამსახურებულად კლუბ კოლორიტის საპატიო წევრი გახდა. ბატონო ზაურ, მე ვიცი, რამდენად რთულია თქვენი საქმიანობა და ისიც ვიცი, რომ დრო პრაქტიკულად არა გაქვთ. მაგრამ როგორც კი დაგიკავშირდით და კლუბის დაარსების შესახებ გითხარით და გთხოვეთ, რომ ჩვენი პირველი სტუმარი ყოფილიყავით, დაუყოვნებლივ დაგთანხმდით, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას. როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა აი ესეთი კლუბის არსებობა? თქვენ პრაქტიკულად მისი ნათლიაც ბრძანდებით, როგორც პირველი სტუმარი და რამდენად მიიღებს ჩვენი საზოგადოება ესეთი კლუბის არსებობას? 62 წლის კაცი ვარ. დამიჯერეთ, რომ 1-20 წლით გავაახალგაზრდავდი. ჩემს სურვილში არც მსახიობობა ყოფილა და არც სხვა რაღაცა ისეთი. მე ჩემი დარგით უდიდესი კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს აუცილებელია. რამდენს ნიშნავს ეს, რომ ადამიანი, რომელსაც ამდენი უშრომია, ამდენი გაუკეთებია და მას მოიწევდა მის ამაყს, აი მის დიდ ღვაწს
წარმოაჩენ თქვენ. რა თქმა უნდა, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მე ვერ წარმომიდგენია. საბედნიეროდ ბატონზაურ ასეთი ადამიანი ბევრი ყავს ჩვენ საზოგადოებას, ძალიან ბევრი ისეთი, რომელიც ჩუმად უხმაუროდ, თქვენსავით უხმაუროდ და უპრეტენზიო დაკეთებს საკუთარ საქმეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საინტერესო შეხვედრა გვექნება და კლუბის იდეა ნამდვილად გაამართლებს. რა თქმა უნდა, მე უბრალოდ გამიმართლა ახლა. რამდენი პიროვნება გამოუჩენელია დღეს, წარმოუჩენელი არის, ჩვენ შევეცდებით, რომ და ალბათ შესაძლებლობის ფარგლებში აი მაგის იმედი მაქვს, რომ აი ეს კარგი ხალხი, დიდი ღვაწლმოწილი ხალხი, რატო გაიგოს ჩვენმა ხალხმა იცოდეს, რომ ის თავის საქმეს აკეთებდა კაცურად, ვაჟკაცურად და ჩუმად. რატო უნდა იყოს მისი დღედამოსწრება სულ კადრის მიღმა? დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. რას უსურვებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იწყებენ საქმიანობას? რამდენად არის საკუთარი საქმის კეთება ერთგვარად სრულყოფილებისკენ სავალი გზა? როგორც ცხოვრებაში დიდი მუსიკოსი არავითარ შემთხვევაში დაძალებით არ გამოვა, მას ეს თავის ბუნებაში უნდა კონდეს. ამისთვის მან ყველაფერი უნდა გაიღოს, ის დიდი შრომა, რომ დიდი მუსიკოსი გამოვიდეს. დიდი მუსიკოსიც არ გვინდა, თუ გინდა საშუალო იყოს. აი ასეთივე ამბავი აკისრია, მისი აკისრია ამ დარგსაც. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ შესანიშნავი დარგის დაუფლებას, არაფერი არ გამოუვათ შრომის გარეშე. უნდა იშრომონ და მე მათ უსურვებ, აი ეს მისია პინათლად შეესრულებიოთ. თუ არა ჩვენ დარგში პატიება არ არსებობს. ყვავილია, მაგრამ იმასაც აქვს თამოყარეობა, ცუდად დარგული ყვავილი არავითარ შემთხვევაში იმ ეფექტს არ მოგცემს და ისი არ დაიჭერს თავს, როგორც ჩვენ გვინდა. ეს ყველაფერი ძალიან ძნელია დამეთანხმებით, მაგრამ თუ ანტიკურ სიბრძნეს დავიმოწმებთ, მუდმივ შრომაში არის იმედი, ხო? აუცილებლად. უმაგისოდ არაფერი არ გამოვა. მთელი ღამე გამითენებია მე, ეს რა თქმა უნდა არის იმ შემთხვევაში, როცა ყვავილების დღესასწაულია. იმ ყვავილთან, იმ ბუჩქიდან გამითენებია, ასე უნდა შეგეძლოს ადამიანს. მე განსაკუთრებული ვარ თუ კი არ ვამბობ. მე უბრალოდ თვისებას ვლაპარაკობ. აი რაც უხდება და რაც აუცილებელია ამ დარგისათვის. ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება, ბატონზაურ, და ბოლოს მე მინდა გკითხოთ თქვენი ყველაზე დიდი სურვილის შესახებ, რომელიც სამუდამოდ დარჩება კოლორიტის გვერდზე და შემდგომ ამ სურვილებს გააგრძელებენ ჩვენი შემდგომი სტუმრები. 62 წლის გახლავართ და მე მინდა არ მოვკვდე ისე, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი დედაქალაქი, ჩემი თბილისი აყვავებული, ყვავილებში ჩასმული, ედემად ქცეული არ ნახო. მაშასე ბატონი ზაურ ასლანიკაშვილი ოცნებობს ედემივით თბილისზე. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სხვა მრავალ საინტერესო შეხვედრას დაუდებს სათავეს კლუბ კოლორიტში. დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას, მხარდაჭერისთვის, კლუბის იდეისთვის, კლუბის ყველა ინიციატორს, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას გვიცხადებდა კლუბის დაარსებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.